როცა პოლიციამ ლიკა ქავჟარაძის საძინებელში შევიდა, ტუმბოზე იპოვეს დახურული კონვერტი, რომელზეც მისივე ხელით იყო ნაწერი, არ გახსნათ. ამ წერილს 30 წელი მალავდნენ ახლობლები, რადგან მასში იყო სახელები იმ ადამიანებისა, რომლებმაც საქართველოს ყველაზე სასურველი ქალი სრულ მარტოობაში დატოვეს. ის წერილი დღემდე არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ადამიანები, რომლებმაც წაიკითხეს, ამბობენ, თუ ქვეყანა მიცოდა რა ხდებოდა მარიტას ოთახში, როცა კამერები ქრებოდა, არავინ დაიჯერებდა იმ ღიმილს, რომელიც ეკრანებიდან ასხივებდა. ვინ იყვნენ ის 5 ადამიანი, რომლებმაც იცოდნენ ჭეშმარიტება და რატომ ინახავდნენ სიჩუმეს? რატომ ტიროდა ქალი, რომლის სილამაზეზეც მთელი კავკასია ლაპარაკობდა, როცა მარტო რჩებოდა? და რაზე წერდა იმ უკანასკნელ წერილში, რომელიც დღემდე დალუქულ სეიფშია? 1965 წელს, როცა რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ პირველად დაინახა ლიკა ქავჟარაძე თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, მან თქვა ფრაზა, რომელიც შემდეგ ლეგენდად იქცა: ეს არ არის ქალი, ეს არის ხატი, რომელიც ცოდვილ ქვეყანაში ჩამოვიდა. მაგრამ არავინ იცოდა, რომ იმ ხატს უკვე ჰქონდა ჭრილობები, რომლებსაც არავინ ხედავდა. ლიკა იზრდებოდა ოჯახში, სადაც სიყვარული იყო, მაგრამ არ იყო სითბო. მამა, ცნობილი ინჟინერი, ყოველთვის მუშაობდა, დედა, მასწავლებელი, ცდილობდა შვილებს იდეალური აზრდა მიეცა, მაგრამ არასოდეს ჰკითხავდა, რას გრძნობ, ლიკა? და პატარა გოგონა, რომელსაც სარკეში უყურებდა და ხედავდა სახეს, რომელსაც ყველა აღფრთოვანებული უყურებდა, თავის თავს ეკითხებოდა, თუ მე ასე ლამაზი ვარ, რატომ გრძნობ თავს ასე უსაზღვროდ მარტოდ? ნატვრის ხის გადაღებები იყო ის მომენტი, როცა მთელმა საბჭოთა კავშირმა შეიყვარა ლიკა ქავჟარაძე. მარიტა, გოგონა, რომელიც ხეზე ადის და სურვილებს ითხოვს, გახდა სიმბოლო იმ სისუფთავისა და სილამაზისა, რაც ადამიანებს სჭირდებოდათ იმ მძიმე წლებში. მაგრამ გადასაღებ მოედანზე ხდებოდა რაღაც, რაზეც არავინ საუბრობდა. გრიმიორი ნინო ჯავახიშვილი, რომელიც 80 წლის შემდეგ პირველად ისაუბრა, იხსენებს, ლიკას ხელები ძრწოდა, როცა მაკიაჟს ვუკეთებდი. მე კითხებოდა, ნინო, გონია ვერ გამოვა, მგონია ვერ შევძლებ. მე ვეუბნებოდი, შენ ხარ ყველაზე ლამაზი, რას ინერვიულებ? და ის მიპასუხებდა, სწორედ ამიტომ. ყველა ელოდება სილამაზეს, მაგრამ არავის სჭირდება ის, რაც სილამაზის უკან არის. ის სიტყვები ნინომ მაშინ ვერ გაიგო, მაგრამ ახლა ამბობს, ლიკა იცოდა, რომ მისი სახე იყო კარიბჭე, მაგრამ არავინ აპირებდა შიგნით შესვლას. პრემიერის შემდეგ ლიკა ქავჟარაძე გახდა ვარსკვლავი. მას წერილებს უგზავნიდნენ მთელი კავშირიდან, მოსკოვიდან, ლენინგრადიდან, ალმა-ატადან. მამაკაცები ქორწინების წინადადებებს აკეთებდნენ, ქალები წერდნენ, როგორ შევძლო შენი მსგავსი გახდომა. მაგრამ თბილისში, მის პატარა ბინაში ვაკეზე, ლიკა იჯდა ფანჯრის წინ და უყურებდა ქუჩას, სადაც ადამიანები დადიოდნენ წყვილებად, ოჯახებად, მეგობრებად. და ის გრძნობდა, რომ იმ ყველა 1000 წერილის მიუხედავად, რომლებიც მის სახელზე მოდიოდა, არ არსებობდა ერთი ადამიანიც, ვისთანაც შეეძლო ღამის 2 საათზე დარეკა და ეთქვა, მე შინია. რატომ? რატომ ქვეყნის ყველაზე სასურველი ქალი ყოველ საღამოს ჩაის დალევდა მარტო, ხოლო დილით იღვიძებდა ბალიშზე ცრემლების კვალით? 1967 წელს ლიკას ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც, როგორც ყველას ეგონა, იქნებოდა მისი ხსნა. გიორგი დანელია, ახალგაზრდა რეჟისორი, ბრწყინვალე, ამბიციური, ვისაც უკვე ჰქონდა წარმატებული ფილმები. მათი პირველი შეხვედრა მოხდა კინემატოგრაფისტების სახლში, სადაც ლიკა მარტო იდგა ბალკონზე, თავიდან იხვეწდა ხალხის ყურადღებას. გიორგი მივიდა და უთხრა, ყველა გეძებს შიგნით, მარიტა. ლიკამ მოიბრუნა თავი და პირველად წლებში ვიღაცამ დაინახა მის თვალებში არა ვარსკვლავი, არამედ დაღლილი ქალი. გიორგიმ ჰკითხა, რატომ ხარ აქ მარტო, და ლიკამ უპასუხა, რადგან მარტო ყოველთვის ვარ, თუნდაც 1000 ადამიანი იყოს გარშემო. მათი რომანი დაიწყო სწრაფად, ვნებიანად და თბილისი ლაპარაკობდა, საბოლოოდ ლიკამ იპოვა ადამიანი, რომელიც ღირსია მისი. გიორგი იყო ტალანტური, ცნობილი და რაც მთავარია, ჩანდა რომ ლიკას უყვარდა არა როგორც ხატს, არამედ როგორც ქალს. მაგრამ ახლობელი მეგობრები, რომლებიც იმ დროს ლიკას გარშემო იყვნენ, იხსენებენ სხვა დეტალებს. მსახიობი ეთერ გიგინეიშვილი, რომელიც ლიკას საუკეთესო მეგობარი იყო, ამბობს, პირველივე თვეებში ლიკამ მითხრა, გიორგი მიყვარს, მაგრამ ის მიყვარს როგორც რეჟისორი, არა როგორც მამაკაცი. მე ვეუბნებოდი, მაშ რატომ ხარ მასთან? და ის პასუხობდა, რადგან მე შინია კიდევ ერთხელ მარტო დარჩენის. მე შინია, რომ თუ მას დავტოვებ, აღარასოდეს მოვა არავინ. ეს იყო ის საშინელი ჭეშმარიტება, რომელიც ლიკა ქავჟარაძე მალავდა ყველასგან, ის ურჩევნია არა სიყვარულით, არამედ შიშით მარტოობისა. ქორწინება მოხდა 1968 წელს და ეს იყო მოვლენა, თბილისის ყველაზე ლამაზი წყვილი.
გაზეთები წერდნენ ბედნიერების შესახებ, ფოტოებზე ლიკა ღიმოდა და ის ღიმილი იყო იდეალური. მაგრამ საქორწინო ღამეს, როცა სტუმრები წავიდნენ, ლიკა იჯდა აბაზანაში და ტიროდა. გიორგი კარს აკაკუნებდა და ეკითხებოდა, რა მოხდა ლიკა? და ის ვერ უხსნიდა, რომ ტიროდა იმიტომ, რომ გრძნობდა, ახლა უკვე ოფიციალურად ჰქონდა ადამიანი გვერდით, მაგრამ მარტოობა არ გაქრა, პირიქით გახდა უფრო მძიმე, რადგან ახლა აღარ შეეძლო თავისი თავისთვის თქმა, ჯერ არ მომივიდა ჩემი ადამიანი. ჩემი ადამიანი აქ იყო, გვერდით იძინებდა, მაგრამ სული მაინც ყვიროდა უდაბნოში. პირველი წელი ქორწინებაში იყო თეატრი, რომელშიც ორივე თამაშობდა როლს ბედნიერი წყვილის. გიორგი მუშაობდა ახალ ფილმზე, ლიკა იღებდა წინადადებებს როლებისთვის, მაგრამ უარს ამბობდა უმეტესობაზე. რეჟისორები ბრაზდებოდნენ, რატომ? და ლიკა ამბობდა, დაღლილი ვარ. მაგრამ ჭეშმარიტება იყო სხვა, ის ვერ თამაშობდა სიყვარულის სცენებს, რადგან არ გრძნობდა იმას, რასაც უნდა გამოეხატა. როგორ შეიძლებოდა ეკრანზე ვნების გამოხატვა, როცა სახლში, საკუთარ საწოლში გრძნობდა თავს როგორც სტუმარი. გიორგი ამას არ ამჩნევდა, ან არ სურდა შემჩნევა, ის იყო გატაცებული თავისი კარიერით და ლიკა იყო იდეალური ცოლი, ლამაზი, მორჩილი, რომელიც არასოდეს აწუხებდა პრეტენზიებით. მაგრამ ღამით, როცა გიორგი იძინებდა, ლიკა წამოდგებოდა და დგებოდა ფანჯარასთან, უყურებდა ქალაქს და ფიქრობდა, რამდენ ადამიანს წინავს ახლა ვიღაცის ხელში, ვისაც ნამდვილად უყვარს. და რატომ მე, რომელსაც ყველაფერი აქვს, არაფერი არ მაქვს. 1969 წელს მოხდა ის, რაც ლიკას ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა. ერთ საღამოს, როცა გიორგი გვიან დაბრუნდა გადაღებებიდან, ლიკამ უთხრა, ორსულად ვარ. გიორგიმ გაიღიმა, ჩაიკრა, თქვა, ეს შესანიშნავია. მაგრამ ლიკამ დაინახა მის თვალებში რაღაც, რაც გული გაუთხდა, ეს იყო არა სიხარული, არამედ გაკვირვება, თითქოს ეს არ შედიოდა მის გეგმებში. და იმ ღამეს, როცა გიორგი დაიძინა, ლიკა იჯდა სამზარეულოში და ხელს ადებდა მუცელზე და ფიქრობდა, ბავშვო, შენ მოხვალ ამ სახლში, სადაც დედას არ უყვარს მამა და მამა არ ელოდება შენ. რა სამყაროში მოგიყვანთ? და პირველად თავის ცხოვრებაში ლიკა ქავჟარაძე მიფიქრა ის, რაზეც არასოდეს ბედავდა ხმამაღლა საუბარს, იქნებ უკეთესი იქნებოდა საერთოდ არ დაბადება, ვიდრე დაბადება სიყვარულის გარეშე. 1970 წლის თებერვალში ორსულობის მეხუთე თვეზე, ლიკას სახლში მოვიდა ადამიანი, რომლის ვინაობასაც დღემდე ცდილობენ დამალვას. ეს იყო ქალი, დაახლოებით 50 წლის, ელეგანტურად ჩაცმული, რომელმაც თქვა, რომ გიორგის ძველი მეგობარია. გიორგი სახლში არ იყო, გადაღებებზე იყო. ლიკამ ჩაი შესთავაზა და ქალი დაჯდა მის პირისპირ და თქვა სიტყვები, რომლებმაც ლიკას სამყარო ჩამოანგრია. მე ვარ გიორგის ნამდვილი სიყვარული, თქვა ქალმა მშვიდად. ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ 15 წლის ასაკიდან. ის დაგიქორწინდა, რადგან შენ ხარ ლიკა ქავჟარაძე, რადგან შენთან ქორწინება კარიერისთვის სასარგებლოა. მაგრამ ის მიყვარს მე და მე მას. და ის ბავშვი, რომელსაც ატარებ, გიორგი არ სურს მას. ლიკა იჯდა და გრძნობდა, როგორ ყინავდა სისხლი ვენებში. ქალი გააგრძელა, მე არ მოვედი შენი დასანგრევად. მოვედი, რომ ჭეშმარიტება გითხრა. გიორგი ბოდიშს გიხდის ყოველ ღამე, როცა ჩემთან მოდის. ამბობს, ლიკა კარგი ქალია, მაგრამ ის არის როლი, რომელსაც ვთამაშობ. ლიკამ ჰკითხა ერთადერთი კითხვა, რომელიც შეეძლო, რატომ მითხარი ეს ახლა, და ქალმა უპასუხა, რადგან ორსულად ხარ. რადგან ბავშვი არ უნდა გაიზარდოს ტყუილში. და რადგან მე მინდა, რომ გიორგი თავისუფალი იყოს. ქალი წავიდა და ლიკა დარჩა იმ სამზარეულოში, სადაც კედლებზე ეკიდა ქორწილის ფოტოები, ის და გიორგი ღიმილით, ბედნიერებით. და ის გაიგო, მთელი ეს წელი იყო სპექტაკლი, სადაც მას არ უთხრეს, რომ თამაშობდა. როცა გიორგი საღამოს დაბრუნდა, ლიკა იჯდა ბნელ ოთახში. მან ჰკითხა, ვინ იყო ის ქალი, გიორგიმ გაშავდა. რა ქალი? ჰკითხა, მაგრამ ხმა უღალატა. ლიკამ ყველაფერი მოყოლა, რაც მოისმინა. გიორგი ცდილობდა უარყოფას, ამბობდა, ეს შეშლილი ქალია, ეს ტყუილია. მაგრამ ლიკა უყურებდა მის თვალებში და ხედავდა ჭეშმარიტებას. და მაშინ ჰკითხა, გიორგი უყვარ მე, და დადგა სიჩუმე, რომელიც გრძელდებოდა მარადისობას. გიორგიმ ვერ უპასუხა. ვერ თქვა დიახ, რადგან ეს იქნებოდა ტყუილი. და ვერ თქვა არა, რადგან ეს იქნებოდა დასასრული. და იმ სიჩუმეში ლიკა ქავჟარაძემ გაიგო ყველაფერი. მომდევნო დღეებში ლიკა არ ტიროდა. ის იყო უცნაურად მშვიდი და ეს აშინებდა გიორგის. ის ცდილობდა საუბარს, ცდილობდა ახსნას, მაგრამ ლიკა ამბობდა, არაფერი აღარ არის საჭირო ახსნა.
ის დადიოდა ბინაში როგორც მოჩვენება, ხელს ადებდა მუცელზე და ელაპარაკებოდა ბავშვს, რომელიც არავის არ სმენოდა, შენ მოხვალ და მე გიყვარდები. მე გიყვარდები ისე, როგორც არავის მიყვარებია. შენ იქნები ერთადერთი, ვისთვისაც მე ნამდვილად ვიქნები საჭირო. მაგრამ ღამით, როცა გიორგი იძინებდა სხვა ოთახში, ისინი აღარ იძინებდნენ ერთად. ლიკა იჯდა ფანჯრასთან და ფიქრობდა, რა ვასწავლო ბავშვს სიყვარულის შესახებ, როცა მე თვითონ არ ვიცი, როგორია ის. 1970 წლის მაისში, ორსულობის მერვე თვეზე, ლიკა ქავჟარაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომელზეც არავის უთხრა. ის დაწერა წერილი თავის ერთადერთ ნამდვილ მეგობარს, ეთერ გიგინეიშვილს, და სთხოვა, რომ გაეხსნა მხოლოდ მაშინ, როცა ყველაფერი დასრულდება. ეთერი არ გაიგო, რას ნიშნავდა ეს, მაგრამ დაპირდა. იმ წერილში, რომელიც დღემდე არ გამოქვეყნებულა, ლიკა წერდა, მე ვცხოვრობ სამყაროში, სადაც ყველა მიყვარს, მაგრამ არავინ მიყვარს მე. მე ვარ ქალი, რომელსაც აქვს ყველაფერი, სახელი, სახე, პატივი. მაგრამ არ მაქვს ერთადერთი, რაც ადამიანს სჭირდება, ვიღაცის გული, რომელიც ჩემთვის ცემს. და ახლა მოდის ბავშვი და მე მეშინია, რომ ვერ შევძლებ მისთვის სიყვარულის გაცემა, რადგან არ ვიცი, როგორია ის. როგორ შეიძლება მიცე ის, რაც არასოდეს მიგიღია. გიორგი იმ დღეებში სულ უფრო ნაკლებად იყო სახლში. ის ამბობდა, გადაღებები, მუშაობა. მაგრამ ლიკა იცოდა, ის იყო იმ ქალთან, რომელიც მოვიდა და ჭეშმარიტება უთხრა. და უცნაურად, ლიკა აღარ გრძნობდა ბრასს. ის გრძნობდა თითქმის მადლიერებას, რადგან ახლა მაინც იცოდა ჭეშმარიტება. ახლა მაინც არ უწევდა თავის მოტყუება, რომ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვლებოდა. ახლა იცოდა, ის იყო მარტო, ყოველთვის იყო მარტო და ყოველთვის იქნებოდა მარტო. და ამ ცოდნაში იყო რაღაც საშინლად მშვიდი, როცა აღარ გაქვს იმედი, აღარ გაქვს რისი დაკარგვაც. მაგრამ ერთ ღამეს, როცა ლიკა იჯდა ბნელ ოთახში და უყურებდა ქალაქის შუქებს, მოხდა რაღაც, რაზეც არავინ საუბრობს. კარი გაიღო და შემოვიდა ადამიანი, რომლის სახეს ლიკამ ვერ დაინახა, ოთახი ბნელი იყო. ის ადამიანი დაჯდა მის გვერდით და თქვა, ლიკა, მე ვიცი ყველაფერი. მე ვიცი, რას გრძნობ. და მე შემიძლია დაგეხმარო. ლიკამ ჰკითხა, ვინ ხარ და ხმამ უპასუხა, ადამიანი, რომელმაც შენი ცხოვრება შეიძლება შეცვალოს. მაგრამ ამისთვის უნდა მენდო. ლიკამ იგრძნო, რომ ეს ხმა იყო ნაცნობი, მაგრამ ვერ გაიხსენა საიდან. და იმ მომენტში, როცა უნდა ეკითხა როგორ, ოთახში შემოვიდა გიორგი, ანთო შუქი და ის ადამიანი აღარ იყო. ან არასოდეს ყოფილა. ლიკა დღემდე არ იცის, ეს იყო რეალობა თუ ჰალუცინაცია ორსული ქალისა, რომელიც კიდეზე იდგა. მაგრამ ის ხმა, ის დაპირება, შემიძლია დაგეხმარო დარჩა მის ყურში წლების განმავლობაში. და ხშირად ფიქრობდა, რა მოხდებოდა, რომ მაშინ შუქი არ აენთო. რა შეთავაზებას გააკეთებდა ის ადამიანი. და ვინ იყო ის? 1970 წლის ივნისში, მშობიარობამდე 2 კვირით ადრე, ლიკა ქავჟარაძის პირად ექიმს, ნინო ლომიძეს, დაურეკა უცნობმა ქალმა და უთხრა, თუ გინდათ, რომ ლიკა და ბავშვი გადარჩნენ, არ მისცეთ მას ის წამლები, რომლებსაც გიორგი მოგიტანთ. ნინო გაოცდა, რა წამლებზე იყო საუბარი. ქალმა გააგრძელა, ის მოგიტანთ ვიტამინებს, ამბობს, რომ საიმპორტოა, საუკეთესო. მაგრამ იმ ბოთლში არის რაღაც სხვა. რაღაც, რაც გამოიწვევს ნაადრევ მშობიარობას. და ნაადრევი მშობიარობა ლიკას მდგომარეობაში. ხმა ჩაიკვეთა. ნინო ცდილობდა გაერკვია, ვინ იყო ეს ქალი, მაგრამ ხაზი გაწყდა. ექიმმა ეს მიიჩნია შეშლილის ზარად და დაივიწყა. მაგრამ 3 დღის შემდეგ, როცა გიორგი ნამდვილად მოვიდა კლინიკაში და მოიტანა ბოთლის საიმპორტო ვიტამინებით, ნინო ლომიძეს გაახსენდა ის ზარი. მან ბოთლი აიღო, თქვა გადავცემ ლიკას, მაგრამ სახლში წაიღო და ჩაატარა ანალიზი თავის ნაცნობ ფარმაცევტს. შედეგმა გული გაუტყდა, იმ ბოთლში იყო პრეპარატი, რომელიც ნამდვილად იწვევდა საშვილოსნოს შეკუმშვას. ნაადრევ მშობიარობას. და ლიკას სისუსტე გულის მდგომარეობით, რომელიც მხოლოდ ექიმმა იცოდა, ეს შეეძლო სიცოცხლე დაეჯდომებინა. ვინ იყო ის უცნობი ქალი, რომელმაც ლიკას სიცოცხლე გადაარჩინა? და რატომ გიორგი დანელია, რომელიც ოფიციალურად მომავალი მამა იყო, ცდილობდა ნაადრევი მშობიარობის გამოწვევას? ნინო ლომიძემ წაიღო ის ბოთლი და წავიდა პირდაპირ ლიკასთან. ის იჯდა ბინაში მარტო, გიორგი როგორც ყოველთვის გადაღებებზე იყო. როცა ნინომ უთხრა რა აღმოაჩინა, ლიკა არ გააკვირვა, არ შეშინდა, არ ატირდა. ის უბრალოდ კივდა და თქვა, მადლობა ნინო. ახლა მაინც ვიცი, რამდენად ღრმად ვარ ჩავარდნილი. ექიმმა ჰკითხა, ლიკა, რატომ? რატომ სურს გიორგის შენი? და ვერ დაასრულა წინადადება.
ლიკამ ხელი მუცელზე დაიდო და უპასუხა, რადგან ეს ბავშვი არის მტკიცებულება მისი ცხოვრების ტყუილისა. რადგან თუ მე და ბავშვი ვიქნებით, ის ვერასოდეს შეძლებს თავისუფლად წასვლას იმ ქალთან, რომელსაც ნამდვილად უყვარს. ჩვენ ვართ ციხე, რომელშიც ის თვითონ შევიდა და ახლა სურს გასვლა. ნინომ ჰკითხა, და შენ რას იზამ? ლიკამ პირველად იმ თვეების განმავლობაში გაიღიმა, ეს იყო ღიმილი, რომელშიც არ იყო სიხარული, მხოლოდ უსასრულო დაღლილობა. მე ვიცოცხლებ, თქვა მან. ვიცოცხლებ, რადგან ამ ბავშვს სჭირდება დედა. და ვიქნები საუკეთესო დედა, რაც კი შეიძლება იყოს. რადგან თუ მე ვერ მივიღე სიყვარული, მაინც შემიძლია მივცე ის. მშობიარობა მოხდა 1970 წლის ივლისის 21-ს და ეს იყო ჯოჯოხეთი, რომელიც გაგრძელდა 22 საათი. ლიკას სხეული იყო სუსტი წლების სტრესისგან, გული უჭირდა და რამდენჯერმე ექიმები ფიქრობდნენ, რომ ვერ გადარჩებოდა. მაგრამ ყოველჯერზე, როცა ნინო ლომიძე ხედავდა, რომ ლიკა კარგავდა ცნობიერებას, ის ეკითხებოდა, ლიკა, გახსოვს შენი ბავშვი? გახსოვს, რომ ის გელოდება? და ლიკა აბრუნებდა თვალებს და ამბობდა, მახსოვს. მე არ შემიძლია მას მივატოვო. მე ვარ ერთადერთი, ვინც მას ექნება. და ეს იყო ის, რაც აძლევდა ძალას, არა სურვილი იცოცხლოს საკუთარი თავისთვის, არამედ შიში, რომ ბავშვი დარჩებოდა სამყაროში, სადაც არავინ ნამდვილად უყვარდებოდა. როცა საბოლოოდ დაიბადა გოგონა, პატარა, 3 კილო და 200 გრამი, მაგრამ ცოცხალი და მღერიანი, ლიკამ სთხოვა მისთვის მიეტანათ. ეგთანმა ჩაუდო ხელში და ლიკამ შეხედა იმ პატარა სახეს, რომელიც ჯერ კიდევ წითელი და დამახინჯებული იყო და იფიქრა, შენ ხარ ერთადერთი, ვინც ნამდვილად ჩემი ხარ. ერთადერთი, ვისაც მე ნამდვილად ვჭირდები. და პირველად წლების განმავლობაში ატირდა, მაგრამ ეს იყო ცრემლები არა ტკივილისა, არამედ რაღაც უცნაური, თითქმის შიშით შერეული სიხარულისა. გიორგი მოვიდა საავადმყოფოში მეორე დღეს, ამბობდა, რომ გადაღებები იყო გადაუდებელი. როცა შევიდა პალატაში, ლიკა უჭირდა ბავშვი და აძინებდა. გიორგიმ შეხედა გოგონას და თქვა, ლამაზია. შენს მსგავსია. ლიკამ აიხედა მასზე და დაინახა მის თვალებში ის, რაც ელოდა, არა სიყვარული, არა სიხარული მამობისგან, არამედ ვალდებულება. ეს ბავშვი მისთვის იყო არა საჩუქარი, არამედ ტვირთი. გიორგიმ ჰკითხა, როგორ დავარქვათ, და ლიკამ უპასუხა, თამარი. დავარქვათ თამარი. ეს იყო სახელი, რომელიც ლიკას უყვარდა ბავშვობიდან, სახელი დედოფლისა, რომელიც იყო ძლიერი, მიუხედავად იმისა, რომ ქალი იყო. გიორგიმ თქვა, კარგი და წავიდა, ამბობდა, რომ უნდა დაბრუნებულიყო გადაღებებზე. და ლიკა დარჩა იმ პალატაში, პატარა თამართან და იცოდა, ეს იყო მათი ორთა სამყარო. მამა იქნებოდა სახელი დოკუმენტებში, მაგრამ არა ადამიანი ცხოვრებაში. პირველი თვეები ბავშვთან იყო ერთდროულად ყველაზე ბედნიერი და ყველაზე საშინელი ლიკას ცხოვრებაში. ბედნიერი, რადგან პირველად გრძნობდა, რომ ვიღაცას ნამდვილად სჭირდებოდა. როცა თამარი ტიროდა, მხოლოდ ლიკას ხელებში წყნარდებოდა. როცა ეძინა, მხოლოდ ლიკას გულისცემას უსმენდა. ეს იყო სიყვარული, რომელიც არ მოითხოვდა არაფერს, არა სილამაზეს, არა წარმატებას, არა როლს. მხოლოდ არსებობას. მაგრამ საშინელი იყო იმიტომ, რომ ლიკა გრძნობდა, როგორ იზრდებოდა მასში რაღაც ბნელი, შიში, რომ ეს სიყვარული არ იქნებოდა საკმარისი. შიში, რომ ბავშვი გაიზრდებოდა და ჰკითხავდა, დედა, რატომ მამა არასოდეს არის სახლში? რატომ ის არ მიყვარს ისე, როგორც სხვა მამები უყვარდებათ შვილებს, და რას უპასუხებდა? როგორ აუხსნიდა, რომ მამა არ უყვარდა არც დედა, არც ქალიშვილი, რადგან მამა სხვა ქალი უყვარდა და ისინი იყვნენ მხოლოდ დაბრკოლება მის ბედნიერებაზე. 1970 წლის ოქტომბერში, როცა თამარი 3 თვის იყო, ლიკას სახლში მოვიდა ის ქალი, ის, რომელმაც ორსულობისას ჭეშმარიტება უთხრა. ამჯერად ის არ იყო აგრესიული, პირიქით, თითქმის მორცხვი. დაჯდა ლიკას პირისპირ და თქვა, მე მოვედი ბოდიშის მოსახდელად. მე მაშინ მოვედი, რადგან ვიფიქრე, რომ შენ ხელს უშლიდი ჩემს ბედნიერებას. მაგრამ ახლა მივხვდი, შენ ხარ მსხვერპლი, არა მე. ლიკამ ჰკითხა, რატომ ახლა მოხვედი, და ქალმა უპასუხა, რადგან გიორგიმ მითხრა, რომ გაგიშვებს. რომ მოგცემს განქორწინებას, თუ შენ არ მოითხოვ ბავშვისთვის ფულს და არ გაამხელ მის სხვა ცხოვრებას. ის მზად არის დატოვოს შენ ყველაფერი, ბინა, მანქანა, ფული. მხოლოდ სურს თავისუფლება. ლიკა უჭირდა ძილიანი თამარი და გრძნობდა, როგორც ემდა მისი პატარა გული მკერდზე. და იმ მომენტში გაიგო, ეს იყო გამოსავალი. ეს იყო შანსი გათავისუფლებულიყო ქორწინებიდან, რომელიც იყო ციხე. მაგრამ ასევე იყო რაღაც სხვა, თუ ის დათანხმდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ თამარი გაიზრდებოდა უმამოდ. ოფიციალურად უმამოდ.
და ყველა იცოდა ლიკა ქავჟარაძე, ლამაზმანი მარიტა, ვერ შეინარჩუნა ოჯახი. ლიკამ უთხრა იმ ქალს, წადი და უთხარი გიორგის, მე არ დავთანხმდები განქორწინებაზე. არა იმიტომ, რომ მე მიყვარს ის. არა იმიტომ, რომ მინდა შენი ბედნიერების ხელის შეშლა. არამედ იმიტომ, რომ ჩემს ქალიშვილს სჭირდება მამის სახელი. სჭირდება იმის ცოდნა, რომ მას აქვს მამა, თუნდაც ის მამა არასოდეს არ იყოს სახლში. რადგან სამყარო არის სასტიკი უმამო ბავშვებისთვის, განსაკუთრებით გოგონებისთვის. და მე არ მინდა, რომ ჩემმა ქალიშვილმა იგრძნოს ის, რაც მე ვიგრძენი, რომ არასაკმარისი ხარ, რომ რაღაც გაკლია. ქალი წამოდგა და თქვა, მას შენ გააგრძელებ ცხოვრებას ტყუილში და ლიკამ უპასუხა, არა. მე ვიცოცხლებ ჭეშმარიტებაში, რომელიც ასეთია, ზოგჯერ სიყვარული არის არა ის, რაც გრძნობ, არამედ ის, რაც აკეთებ. და მე ვაკეთებ იმას, რაც ჩემი ბავშვისთვის საუკეთესოა, თუნდაც ეს ნიშნავდეს ჩემი საკუთარი ბედნიერების მსხვერპლად შეწირვას. ქალი წავიდა და ლიკა იცოდა, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავდა მის დარჩენილ ცხოვრებას. ის დარჩებოდა ქორწინებაში, რომელიც იყო ცარიელი. დარჩებოდა ქალად, რომელსაც ჰყავდა ქმარი მხოლოდ ქაღალდზე. მაგრამ მისი ქალიშვილი ატარებდა მამის გვარს. და ეს იყო ერთადერთი, რაც შეეძლო მისთვის მიცემა. მომდევნო წლები იყო უცნაური არსებობა ორ პარალელურ სამყაროში. საჯარო სამყაროში ლიკა ქავჟარაძე იყო ბედნიერი დედა, ლამაზი ცოლი, წარმატებული მსახიობი. ის იღებდა როლებს, დადიოდა პრემიერებზე, ღიმოდა ფოტოებისთვის. გიორგი იდგა მის გვერდით და ისინი ჰგავდნენ იდეალურ წყვილს. მაგრამ პირად სამყაროში იმ ბინაში ვაკეზე, ისინი იყვნენ უცხოები, რომლებიც იზიარებდნენ სივრცეს. გიორგი ძილობდა სხვა ოთახში ბრუნდებოდა სახლში გვიან ღამით, ზოგჯერ საერთოდ არ ბრუნდებოდა, ამბობდა, რომ გადაღებები იყო. ლიკა არ ეკითხებოდა. ის იცოდა სად იყო, ვისთან იყო. და უცნაურად ეს აღარ აწუხებდა. რადგან მას ჰყავდა თამარი, პატარა გოგონა, რომელიც იზრდებოდა და ყოველი დღე იყო ახალი სასწაული. პირველი ღიმილი, პირველი ნაბიჯი, პირველი სიტყვა დედა. არა, მამა, არამედ დედა. რადგან მამა არ იყო იქ, როცა ის სიტყვა ითქვა. 1972 წელს, როცა თამარი 2 წლის იყო, მოხდა ინციდენტი, რომელზეც დღემდე ცდილობენ არ ილაპარაკონ. ლიკა იყო გადაღებებზე, ის იღებდა როლს ახალ ფილმში, რეჟისორი იყო ახალგაზრდა, ნიჭიერი და როლი იყო რთული ქალი, რომელიც კარგავს გონებას სიყვარულისგან. ლიკა ფიქრობდა, როგორ შეიძლება ითამაშო ის, რაც არასოდეს გამოგიცდია. მაგრამ ცდილობდა. ერთ-ერთ სცენაში უნდა ეტირა, ტიროდა იმიტომ, რომ მთავარი გმირი ტოვებდა მას. რეჟისორმა თქვა მოტივაცია და ლიკამ დახუჭა თვალები და წარმოიდგინა, რა იქნებოდა, რომ თამარი ერთ დღეს ეუბნებოდა, დედა, მე აღარ მჭირდები შენ. და ცრემლები მოვიდნენ, ისეთი ნამდვილი, ისეთი ძლიერი, რომ მთელი გუნდი გაოცდა. რეჟისორმა თქვა შესანიშნავია, ლიკა. ეს იყო გენიალური, მაგრამ ლიკა ვერ შეჩერდა. ის ტიროდა და ვერავინ ხვდებოდა რატომ. ვერავინ იცოდა, რომ ის ტიროდა არა როლისთვის, არამედ საკუთარი ცხოვრებისთვის, სადაც ერთადერთი ადამიანი, რომელიც მას ნამდვილად უყვარდა, იყო 2 წლის ბავშვი და შიში იმისა, რომ ერთ დღეს ის ბავშვიც კი შეეძლო მისგან გაშორება. გადაღებების შემდეგ ლიკა დაბრუნდა სახლში და იპოვა თამარი მძინარე, მასული და ბებია, ლიკას დედა. გიორგი, როგორც ყოველთვის არ იყო. ლიკა შევიდა საბავშვო ოთახში, დაჯდა საწოლის გვერდით და უყურებდა ძილიან თამარს. პატარა გოგონა იძინებდა ხელი პირთან მიდებული სუნთქვა მშვიდი, სახე ანგელოზის მსგავსი. და ლიკა მიფიქრა, შენ ხარ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მე ვიცოცხლებ. ერთადერთი, რის გამოც დილით ვიღვიძებ. მაგრამ რა მოხდება, როცა შენ გაიზრდები და აღარ მჭირდები? რა მოხდება, როცა შენც გექნება საკუთარი ცხოვრება, საკუთარი სიყვარული? მე დავრჩები მარტო, ისევ მარტო, როგორც ყოველთვის ვიყავი. მხოლოდ ამჯერად უფრო მოხუცი, უფრო დაღლილი, უფრო ცარიელი. და იმ ღამეს, როცა თამარი იძინებდა, ლიკა ქავჟარაძემ დაწერა მეორე წერილი, რომელიც დაამატა პირველს, რომელიც ეთერ გიგინეიშვილს ჰქონდა. იმ წერილში ის წერდა, თუ ერთ დღეს მოვკვდები და ადამიანები იკითხავენ, რატომ? უთხარით მათ ჭეშმარიტება. უთხარით, რომ მე ვიცოცხლე ცხოვრება, სადაც ყველა მიყვარდა, მაგრამ არავინ მიყვარდა მე. სადაც მე ვიყავი ყველასთვის ლიკა ქავჟარაძე, მსახიობი ვარსკვლავი ხატი. მაგრამ არავისთვის უბრალოდ ლიკა, ქალი, რომელსაც სჭირდებოდა ხელის ჩაკრა, როცა ეშინოდა. რომელსაც სჭირდებოდა ვიღაცის მხარი, როცა ტიროდა.
რომელსაც სჭირდებოდა სიყვარული, არა აღფრთოვანება, არა ტაში, არამედ უბრალოდ ჩუმი, ყოველდღიური სიყვარული. და თუ ეს სიყვარული არასოდეს მოვიდა, ეს არ ნიშნავს, რომ მე არ ვიყავი ღირსი მისი. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ სამყარო ზოგჯერ არის სასტიკი თუნდაც ყველაზე ლამაზი ადამიანებისთვის. მაგრამ ის წერილი არ იყო თვითმკვლელობის ნოტა, ეს იყო ღრიანი სული, რომელიც ცდილობდა ვიღაცას მიეღწია. და შემდეგ დღეს, როცა ლიკა იღვიძებდა და ხედავდა თამარს, რომელიც ღიმოდა და ეუბნებოდა, დედა, ითამაშე ჩემთან, ის იფიქრებდა, იქნებ ეს საკმარისია. იქნებ ეს პატარა ხელი, რომელიც ჩემს ხელს იჭერს, არის ის, რისთვისაც ღირს ცხოვრება. და ის იცოცხლებდა კიდევ ერთ დღეს, კიდევ ერთ კვირას, კიდევ ერთ თვეს. არა საკუთარი თავისთვის, არამედ იმ პატარა გოგონასთვის, რომელმაც არ იცოდა, რომ მისი დედა ყოველღამეს იბრძოდა სურვილთან, უბრალოდ დაეხურა თვალები და აღარასოდეს გაეღო. 1975 წელს, როცა თამარი უკვე 5 წლის იყო და იწყებდა კითხვების დასმას, ლიკა ქავჟარაძის პირად ნივთებს შორის გამოჩნდა პატარა ყუთი, რომელსაც ის ინახავდა საწოლის ქვეშ, ჩაკეტილი გასაღებით. იმ ყუთში იყო ფოტოები, არა ის ფოტოები, რომლებიც კედლებზე ეკიდა, არამედ სხვები. ფოტოები, სადაც ლიკა იყო 16 წლის, ჯერ კიდევ სტუდენტი და გვერდით იდგა ახალგაზრდა კაცი, რომლის სახე ყველა ფოტოზე იყო გადახატული შავი მარკერით. ვინ იყო ეს ადამიანი, რომლის სახე ლიკამ გადაწყვიტა წაშლა არა მხოლოდ ფოტოებიდან, არამედ საკუთარი მეხსიერებიდანაც. მისი უახლოესი მეგობარი ეთერი, რომელმაც ერთხელ შემთხვევით დაინახა ეს ფოტოები, ამბობს, როცა ჰკითხა ლიკას, ვინ იყო ის კაცი, ლიკამ უპასუხა მხოლოდ, ადამიანი, რომელმაც მასწავლა, რომ სიყვარული არის ტკივილი და ტკივილი არის ერთადერთი რეალური გრძნობა. ეთერმა სცადა მეტის გაგება, მაგრამ ლიკა დახურა ყუთით ჩაკეტა და თქვა, ზოგიერთი ადამიანი უნდა დარჩეს დაკრძალული. რადგან თუ მათ აღდგომას მისცემ, ისინი კვლავ მოგკლავენ. რა მოხდა იმ 16 წლის გოგონასთან, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო მარიდა, არ იყო ვარსკვლავი, არ იყო ხატი, იყო უბრალოდ ლიკა, რომელიც შეუყვარდა ვიღაცას და დაიჯერა, რომ ეს სიყვარული იყო ნამდვილი. და რატომ ის პირველი სიყვარული გახდა ის წყევლა, რომელმაც განსაზღვრა მისი მთელი დარჩენილი ცხოვრება. ეთერი იხსენებს, რომ ლიკა მას ერთხელ, ღრმა ღამით, როცა ორივე სვამდნენ ღვინოს და საუბრობდნენ ცხოვრებაზე, უთხრა ფრაზა, რომელიც მას დღემდე ახსოვს, მე ვიცი, როგორია, იყო ვიღაცის მთელი სამყარო და შემდეგ ერთ დილას გაიღვიძო და აღმოაჩინო, რომ შენ აღარ არსებობ მისთვის. არა იმიტომ, რომ მოკვდი, არამედ იმიტომ, რომ ის უბრალოდ გადაწყვიტა, შენ აღარ ხარ საინტერესო. ეთერმა ჰკითხა, ეს იყო ის ბიჭი ფოტოებიდან და ლიკამ კივდა, მაგრამ არ უპასუხა. მაგრამ მისმა სიჩუმემ თქვა ყველაფერი. ის ბიჭი, რომლის სახე იყო გადახატული, იყო ის, ვინც პირველმა ასწავლა ლიკას, რომ სილამაზე არის კარგავდი. რომ შენ შეიძლება იყო ყველაზე ლამაზი ქალი ოთახში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ იქნები ის, ვინც აირჩევენ. რადგან სილამაზე იზიდავს, მაგრამ არ ინარჩუნებს. და როცა ის ბიჭი, რომელიც ლიკას ეუბნებოდა, შენ ხარ ყველაზე ლამაზი, რაც კი ვნახე, ერთ დღეს წავიდა სხვა გოგონასთან, რომელიც არ იყო ლამაზი, მაგრამ იყო ხალისიანი, მარტივი, ბედნიერი, ლიკამ გაიგო საშინელი ჭეშმარიტება. ადამიანები არ ირჩევენ სილამაზეს. ისინი ირჩევენ სიმარტივეს. ირჩევენ იმას, ვისთანაც არ უწევთ ძალისხმევა. და ლიკა, რომელიც იყო ლამაზი, მაგრამ რთული, ღრმა, სავსე შიშებით და კითხვებით, იყო ძალიან დამღლელი სიყვარულისთვის. იმ გატეხილობის შემდეგ, როცა ლიკა იყო 16 წლის, რაღაც შეიცვალა მის შიგნით. ეთერი ამბობს, ის გახდა უფრო ლამაზი, მაგრამ უფრო ცივი. თითქოს გადაწყვიტა, თუ სილამაზე არის ერთადერთი, რაც მაქვს, მაშინ ვიქნები ისეთი ლამაზი, რომ ყველას გული გაუტყდება. მაგრამ არავის მივცემ შანსს კვლავ გამტეხოს. და ეს იყო ის ლიკა, რომელიც შევიდა თეატრალურ ინსტიტუტში, გოგონა, რომელიც იყო ისეთი ლამაზი, რომ პროფესორებიც კი ივიწყებდნენ, რას ასწავლიდნენ, როცა ის შედიოდა აუდიტორიაში. მაგრამ ის არასოდეს ღიმოდა. არასოდეს ფლირტავდა. არასოდეს აძლევდა იმედს. და ბიჭები, რომლებიც ცდილობდნენ მასთან მიახლოებას, ბრუნდებოდნენ გატეხილები, რადგან ლიკა უყურებდა მათ თვალებში და ისინი ხედავდნენ იქ არა სიყვარულს, არამედ უფსკრულს. უფსკრულს, რომელიც ამბობდა, მე უკვე ვიცი, როგორ დამამთავრებ ამ ისტორიას. და მე არ მინდა კიდევ ერთხელ ვიცხოვრო ეს. მაგრამ იყო ერთი ადამიანი, რომელიც არ შეშინდა იმ უფსკრულისა. ეს იყო თენგი ზაბულაძე, რეჟისორი, რომელმაც დაინახა ლიკა და გაიგო, რომ ის სილამაზე არ იყო უბრალოდ გარეგნობა, არამედ იყო ტრაგედია. რომ ლიკას სახე იყო ნიღაბი, რომელიც მალავდა ისეთ ტკივილს, რომელიც შეეძლო ეკრანზე გადმოცემა უკეთ ვიდრე ნებისმიერ სიტყვას. და როცა მან შესთავაზა ლიკას როლი, ნატვრის ხეში, როლი მარიტას, გოგონას, რომელიც ადის ხეზე და ითხოვს სურვილებს, ლიკამ ჰკითხა,
რას სურს მარიტა და აბულაძემ უპასუხა, სიყვარულს. ის სურს, რომ ვიღაცამ ნამდვილად შეიყვაროს. ლიკამ დახედა მას და თქვა, მაშინ მე შემიძლია ვითამაშო ეს როლი. რადგან მე ვიცი, როგორია სურვილი იმისა, რაც არასოდეს მოვა. და ეს იყო ის, რაც გახადა მისი მარიტა ისეთი ნამდვილი, ისეთი დამამძიმებელი, რადგან ის არ თამაშობდა. ის უბრალოდ იყო ის, ვინც ყოველთვის იყო, ქალი, რომელიც ელოდა სიყვარულს, რომელიც არასოდეს მოვიდოდა. 1976 წელს, ნატვრის ხის პრემიერის შემდეგ, როცა მთელი საბჭოთა კავშირი საუბრობდა ლიკა ქავჟარაძეზე, მოხდა რაღაც, რაზეც არავინ იცის. ერთ ღამეს, პრემიერის შემდეგ, როცა ყველა აღნიშნავდა წარმატებას, ლიკა გაქცა ბანკეტიდან და წავიდა თბილისის ცარიელ ქუჩებში. ის დადიოდა მთელი ღამე, მარტო და ადამიანები, რომლებიც ხვდებოდნენ, ცნობდნენ მას, ეს არის მარიტა. და ცდილობდნენ მასთან მიახლოებას. მაგრამ ლიკა გაურბოდა. ის გაურბოდა არა მათ, არამედ საკუთარ თავს, იმ ლიკას, რომელიც ახლა იყო ვარსკვლავი, ხატი, სიმბოლო. რადგან ის იცოდა, ახლა ის აღარასოდეს იქნებოდა უბრალოდ ლიკა. ახლა ის ყოველთვის იქნებოდა ლიკა ქავჟარაძე, მარიტა. და ეს ნიშნავდა, რომ ის კიდევ უფრო მარტო იქნებოდა, რადგან ახლა ყველა უყურებდა მას, მაგრამ არავინ ხედავდა მას. ყველა ხედავდა მარიტას, ხატს, სილამაზეს. მაგრამ არავინ ხედავდა ლიკას, გოგონას, რომელიც ოდესღაც შეუყვარდა ვიღაცას და დაიჯერა, რომ ეს საკმარისი იყო. გოგონას, რომელმაც შეიტყო, რომ სიყვარული არის არა ის, რაც გრძნობ, არამედ ის, რაც გრძნობენ შენდამი. და თუ არავინ გრძნობს შენდამი, შენ შეიძლება იყო ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე ცნობილი, მაგრამ მაინც იქნები ცარიელი. დილით, როცა ლიკა დაბრუნდა სახლში, მას ელოდა დედა, შეშფოთებული, გაბრაზებული. სად იყავი? ყველა გეძებდა, ლიკამ უთხრა, ვიყავი იქ, სადაც ყოველთვის ვარ, მარტო. დედამ ვერ გაიგო, რას ნიშნავდა ეს. როგორ შეეძლო მარტო ყოფნა ქალს, რომელსაც ათასობით ადამიანი აღფრთოვანებული უყურებდა. მაგრამ ლიკა იცოდა, შეიძლება იყო გარშემორტყმული ათასობით ადამიანით და მაინც იგრძნო თავი ისე, თითქოს ცარიელ ოთახში ხარ. რადგან მარტოობა არის არა ადამიანების არარსებობა გარშემო, არამედ არარსებობა ადამიანისა, რომელიც ნამდვილად გხედავს. და ლიკას არ ჰყავდა ასეთი ადამიანი. არასოდეს ჰყოლია. და ის იწყებდა ეჭვის შეტანას, იქნებ არასოდეს ჰყოლოდა. 1976 წლის ბოლოს, როცა ლიკა იღებდა წინადადებებს როლებისთვის მთელი კავშირიდან, მოხდა შეხვედრა, რომელმაც შეცვალა ყველაფერი. ერთ საღამოს, კინემატოგრაფისტების სახლში, სადაც იყო ღონისძიება, ლიკას მიუახლოვდა ქალი, დაახლოებით 40 წლის, ელეგანტური, მაგრამ თვალებში რაღაც ცივი. ის იყო ცნობილი კინოკრიტიკოსი, ქალი, რომელიც წერდა სტატიებს და მისი აზრი აქვს წონა. მან უთხრა ლიკას, შენ ხარ ძალიან ლამაზი, ლიკა. მაგრამ სილამაზე არის საშიში რამ. ის არის როგორც ყინული, ყველა სურს შეხება, მაგრამ არავის სურს დარჩენა, რადგან ყინული წვავს. ლიკამ ჰკითხა, რატომ მეუბნებით ამას, და ქალმა უპასუხა, რადგან მე ვიყავი შენი მსგავსი. 30 წლის წინ მე ვიყავი ყველაზე ლამაზი ქალი თბილისში. და ყველა მამაკაცი მინდოდა. მაგრამ არც ერთი არ დარჩა. რადგან ისინი არ სურდათ ქალი, რომელიც იყო ლამაზი. მათ სურდათ ქალი, რომელიც აკეთებდა მათ ბედნიერს. და სილამაზე არ აკეთებს ბედნიერს, ის აკეთებს შეშფოთებულს, ეჩვიანს, დაღლილს. რადგან ლამაზ ქალთან ყოფნა არის მუდმივი ბრძოლა, ბრძოლა სხვა მამაკაცების მზერებთან, ბრძოლა საკუთარ შიშებთან, ბრძოლა იმ გრძნობასთან, რომ შენ არასოდეს იქნები საკმარისი მისთვის. ლიკა უსმენდა იმ სიტყვებს და გრძნობდა, როგორ ყინავდა რაღაც მის შიგნით. ქალმა გააგრძელა, მე ახლა ვარ 50 წლის. მე მყავს კარიერა, მაქვს პატივი, მაქვს ფული. მაგრამ არ მყავს არავინ, ვინც ღამით ჩემს გვერდით იძინებს. არავინ, ვისაც შემიძლია დაურეკო და ვთქვა მეშინია. რადგან ყველა ადამიანი, რომელიც ოდესმე მიყვარდა, წავიდა. წავიდა იმიტომ, რომ მე ვიყავი ძალიან ლამაზი, ძალიან რთული, ძალიან ბევრი. და ახლა როცა ვუყურებ შენ, ვხედავ საკუთარ თავს 30 წლის წინ. და მინდა გაფრთხილოს, სილამაზე არის წყევლა, ლიკა. ის არის საჩუქარი, რომელიც იღებს უფრო მეტს, ვიდრე აძლევს. და თუ არ ისწავლი იმას, როგორ იყო უბრალო, როგორ იყო მარტივი, როგორ იყო ნაკლებად ლამაზი და მეტად ადამიანური, შენც დამთავრდები ისე, როგორც მე. მარტო ცივ ბინაში, სავსე ჯილდოებით და ცარიელი გულით. ქალი წავიდა და ლიკა დარჩა იმ დარბაზში, სადაც ადამიანები იცინოდნენ, სვამდნენ, ზეიმობდნენ. მაგრამ ის ვეღარ ხედავდა მათ. ის ხედავდა მხოლოდ მომავალს, სადაც ის იყო 50 წლის, 50 წლის, 60 წლის.
მარტო. ყოველთვის მარტო. რადგან სილამაზე, რომელიც ახლა იყო მისი ძლიერება, ერთ დღეს გახდებოდა მისი წყევლა. რადგან სილამაზე ხნდება, მაგრამ მარტოობა რჩება. და იმ ღამეს, როცა ლიკა დაბრუნდა სახლში, ის დაწერა მესამე წერილი, რომელიც დაამატა სხვა ორს. იმ წერილში ის წერდა, დღეს ერთმა ქალმა მითხრა, რომ მე ვარ წყევლილი ჩემი სილამაზით. და მე ვიცი, რომ ის მართალია. რადგან სილამაზე არის როგორც ოქროს გალია, ყველა სურს შენი ფლობა, მაგრამ არავინ სურს შენი გაგება. ყველა სურს შენზე ყურება, მაგრამ არავინ სურს შენში ჩახედვა. და მე დავიღალე იმით, რომ ვარ ნივთი, რომელსაც აქვთოვანებული უყურებენ, მაგრამ არასოდეს ეხებიან ნამდვილად. მე მინდა ვიყო ქალი, რომელსაც უყვარდებენ არა იმიტომ, რომ ლამაზია, არამედ იმიტომ, რომ ის არის ის, ვინც არის. მაგრამ ვინ ვარ მე, როცა სილამაზეს მოვაშორებ? ვინ ვარ მე, როცა არავინ მიყურებს? მე მეშინია, რომ პასუხი არის არავინ. მე ვარ არაფერი სილამაზის გარეშე. და ეს არის ყველაზე საშინელი ჭეშმარიტება, რომელიც ქალს შეიძლება შეიტყოს. მომდევნო წლები იყო ცდა იმისა, რომ ლიკა ემალა საკუთარი სილამაზისგან. ის იწყებდა უარს ამბობდა როლებზე, სადაც უნდა ყოფილიყო ლამაზი ქალი. ის ეძებდა როლებს, სადაც შეეძლო ყოფილიყო რთული, ტრაგიკული, ადამიანური. მაგრამ რეჟისორები ამბობდნენ, ლიკა, შენ ხარ ძალიან ლამაზი ამ როლისთვის. ჩვენ გვჭირდება ჩვეულებრივი ქალი. და ლიკა იცოდა, ის არასოდეს იქნებოდა ჩვეულებრივი. ის ყოველთვის იქნებოდა ლამაზი. და ეს იყო მისი წყევლა, მისი ციხე, მისი მარადიული მარტოობის მიზეზი. რადგან ადამიანები არ ეძებენ სიყვარულს ლამაზ ქალებში, ისინი ეძებენ ფანტაზიას, ოცნებას, ილუზიას. და როცა ის ილუზია იშლება, როცა ისინი ხედავენ, რომ ლამაზი ქალი ცტირის, ეშინია, ტკივის, ისინი გაქცევიან. რადგან მათ არ სურდათ რეალობა. მათ სურდათ ზღაპარი. და ლიკა ქავჟარაძე იყო ზღაპარი, რომელმაც დაკარგა ბედნიერი დასასრული. 1967 წელს, როცა ლიკას ცხოვრებაში შემოვიდა გიორგი დანელია, ის იფიქრა, იქნებ ეს იყო შანსი. იქნებ ეს იყო ადამიანი, რომელიც ხედავდა არა მხოლოდ სილამაზეს, არამედ მას. მაგრამ უკვე პირველ თვეებში ლიკამ შეამჩნია რაღაც, რაზეც არ სურდა ფიქრი. როცა გიორგი საუბრობდა მასზე თავის მეგობრებთან, ის ყოველთვის იწყებდა ერთი ფრაზით, ჩემი ცოლი, ლიკა ქავჟარაძე. არა უბრალოდ ჩემი ცოლი ლიკა, არამედ ლიკა ქავჟარაძე, სრული სახელი, სრული ტიტული. თითქოს ის იყო არა ქალი, რომელსაც უყვარდა, არამედ ჯილდო, რომელიც მოიგო. და ლიკა გრძნობდა, როგორ რაღაც კვდებოდა მის შიგნით, იმედი იმისა, რომ ეს ქორწინება იქნებოდა განსხვავებული. იმედი იმისა, რომ გიორგი იყო ის ადამიანი, რომელიც უყვარდებოდა ლიკა, არა ლიკა ქავჟარაძე. ერთ საღამოს, როცა ისინი იყვნენ სტუმრებში რეჟისორების წრეში, ლიკამ მოისმინა საუბარი, რომელმაც გული გაუტყდა. გიორგი საუბრობდა თავის მეგობართან და ამბობდა, ცხოვრება რეჟისორისთვის არის როგორც ჭადრაკი. შენ უნდა გააკეთო სწორი ნაბიჯები. და ქორწინება ლიკასთან იყო სწორი ნაბიჯი, ახლა ყველა მეცნობს, ყველამ პატივისცემს, ყველა მინდა თანამშრომლობა. მეგობარმა ჰკითხა, მაგრამ უყვარს, და გიორგიმ დააყოვნა, მხოლოდ წამით, მაგრამ ეს წამი იყო საკმარისი. შემდეგ თქვა, რა არის სიყვარული? ეს არის სიტყვა, რომელსაც ადამიანები იყენებენ, როცა სურთ რაღაცის გამართლება. მე პატივს ვცემ ლიკას, ვაფასებ მას, ვზრუნავ მასზე. ეს არის უფრო მეტი, ვიდრე სიყვარული, ეს არის პასუხისმგებლობა. ლიკა იდგა კარის უკან და სმენდა იმ სიტყვებს და გრძნობდა, როგორ რაღაც ტყდებოდა მის შიგნით, არა გული, რადგან გული უკვე გატეხილი იყო წლების წინ, არამედ ბოლო ნამსხვრევი იმედისა, რომ ერთ დღეს ვიღაც ნამდვილად შეიყვარებდა მას. იმ ღამეს, როცა ისინი დაბრუნდნენ სახლში, ლიკამ ჰკითხა გიორგის, შენ მიყვარ, და გიორგიმ უპასუხა, რა სახის კითხვაა ეს? ჩვენ ვართ დაქორწინებულები. ლიკამ გაიმეორა, მე არ ვკითხე ვართ თუ არა დაქორწინებულები. მე ვკითხე, მიყვარ, და გიორგიმ შეხედა მას და თქვა, ლიკა, შენ ხარ ჩემი ცოლი. შენ ხარ დედა ჩემი ქალიშვილისა. რა სხვა გჭირდება? და ლიკამ გაიგო, ეს იყო პასუხი. არა, დიახ, არამედ გაქცევა კითხვისგან. რადგან გიორგი იცოდა, რომ თუ ჭეშმარიტად უპასუხებდა, ეს იქნებოდა არა. და ის არ სურდა ტყუილი, მაგრამ ასევე არ სურდა ჭეშმარიტება. ამიტომ ის ირჩევდა სიჩუმეს, რომელიც იყო უფრო ხმაურიანი, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. მომდევნო დღეებში ლიკა დადიოდა სახლში როგორც მოჩვენება. ის აკეთებდა ყველაფერს, რაც უნდა აეკეთებინა, უვლიდა თამარს, ამზადებდა საჭმელს, ინახავდა სახლს სუფთად. მაგრამ მისი თვალები იყო ცარიელი.
გიორგი ამჩნევდა ამას და ცდილობდა საუბარს, მაგრამ ლიკა ამბობდა, ყველაფერი რიგზეა. და ეს იყო ყველაზე საშინელი ტყუილი, რადგან არაფერი არ იყო რიგზე. ლიკა იცხოვრებდა ქორწინებაში, რომელიც იყო თეატრი. ის თამაშობდა როლს ბედნიერი ცოლის, ხოლო გიორგი თამაშობდა როლს მზრუნველი ქმრის. მაგრამ როცა ფარდა ეცემოდა, როცა სტუმრები მიდიოდნენ, როცა კამერები ქრებოდა, ისინი რჩებოდნენ ორი უცხო ადამიანი, რომლებიც იზიარებდნენ სივრცეს, მაგრამ არა ცხოვრებას. 1968 წელს, როცა ლიკა გაიგო, რომ ორსულად იყო, მან იფიქრა, იქნებ ეს იყო ის, რაც შეცვლიდა ყველაფერს. იქნებ ბავშვი იყო ის, რაც გააერთიანებდა მათ, რაც აკეთებდა ამ ქორწინებას ნამდვილს. მაგრამ როცა უთხრა გიორგის და დაინახა მის თვალებში არა სიხარული, არამედ შიში იმისა, რომ ახლა ის იყო კიდევ უფრო მიბმული ამ ქორწინებაზე, კიდევ უფრო შორს თავისი ნამდვილი სიყვარულისგან, ლიკამ გაიგო, რომ ბავშვიც კი ვერ გადაარჩენდა მათ. რადგან შეუძლებელია გადაარჩინო რაღაც, რაც არასოდეს არ არსებობდა. შეუძლებელია შეკეთო რაღაც, რაც დასაწყისიდანვე იყო გატეხილი. ორსულობის თვეები იყო ყველაზე მარტოობის თვეები ლიკას ცხოვრებაში. გიორგი სულ უფრო ნაკლებად იყო სახლში, ამბობდა, რომ გადაღებები, მუშაობა, შეხვედრები. მაგრამ ლიკა იცოდა სად იყო, ვისთან იყო. და უცნაურად ეს აღარ აწუხებდა. რადგან ის უკვე არ ელოდა არაფერს გიორგისგან. ის უკვე არ ელოდა სიყვარულს, ყურადღებას, ზრუნვას. ის უბრალოდ ელოდა იმ დღეს, როცა დაიბადებოდა ბავშვი და მაშინ მაინც ექნებოდა ვიღაც, ვინც ნამდვილად ჭირდებოდა. ვიღაც, ვისთვისაც ის იქნებოდა არა ლიკა ქავჟარაძე, არამედ უბრალოდ დედა. და ეს იყო ერთადერთი, რაც აძლევდა ძალას გაგრძელებისთვის, იმედი იმისა, რომ ის ბავშვი შეიყვარებდა მას არა იმიტომ, რომ ლამაზი იყო, არამედ იმიტომ, რომ ის იყო მისი დედა. და ეს იყო ერთადერთი სიყვარული, რომელიც არ მოითხოვდა სილამაზეს, არ მოითხოვდა სრულყოფილებას, არ მოითხოვდა არაფერს, მხოლოდ არსებობას. მაგრამ შემდეგ მოვიდა ის დღე, როცა სახლში შემოვიდა ის ქალი, რომელიც უთხრა ჭეშმარიტება. და ლიკამ გაიგო, თუნდაც ბავშვი, თუნდაც დედობა, თუნდაც ეს ახალი სიყვარული, რომელსაც ის ელოდა, ვერაფერი ვერ შეცვლიდა ძირითად ჭეშმარიტებას, ის იყო ქალი, რომელსაც არავინ უყვარდა. არა იმიტომ, რომ ის არ იყო ღირსი სიყვარულისა, არამედ იმიტომ, რომ სამყარო იყო სასტიკი. სამყარო, რომელიც აძლევდა სილამაზეს, მაგრამ არ აძლევდა სიყვარულს. სამყარო, რომელიც აკეთებდა შენ ხატს, მაგრამ არა ადამიანს. და ლიკა ქავჟარაძე იყო ხატი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ, მაგრამ არასოდეს ეხებოდნენ. ხატი, რომელსაც აღფრთოვანებული უყურებდნენ, მაგრამ არასოდეს ესაუბრებოდნენ. ხატი, რომელიც იყო მარტო თავის ჩარჩოში, მარტო თავის სილამაზეში, მარტო თავის წყევლაში. 1970 წლის ივლისში, როცა დაიბადა თამარი, ლიკა ქავჟარაძემ იფიქრა, რომ საბოლოოდ იპოვა ის, რისთვისაც ღირდა ცხოვრება. პირველად წლების განმავლობაში ის გრძნობდა რაღაც ნამდვილს, არა ილუზიას, არა იმედს, არა ოცნებას, არამედ რეალურ, ცოცხალ, სუნთქავ სიყვარულს. როცა ის უჭირდა თამარი, როცა ის უყურებდა იმ პატარა სახეს, რომელიც ჯერ კიდევ არ იცოდა რა არის სილამაზე, რა არის ცნობა, რა არის მარტოობა, ლიკა ფიქრობდა, შენ ხარ ჩემი ხსნა. შენ ხარ მიზეზი, რის გამოც მე გავუძელი ყველა იმ წელს. შენ ხარ ის, რისთვისაც ღირდა ყველა ტკივილი, ყველა ცრემლი, ყველა უძილო ღამე. და პირველ თვეებში ეს იყო ჭეშმარიტება, თამარი იყო ყველაფერი. ის იყო დილა, რომელიც ღირდა გაღვიძება. ის იყო ღამე, რომელიც ღირდა გაძლება. ის იყო ცხოვრება, რომელიც ღირდა ცხოვრება. მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა ლიკამ დაიწყო რაღაცის შეგრძნება, რაზეც არ სურდა ფიქრი. როცა ის უჭირდა თამარი და უყურებდა მის სახეს, ის ხედავდა იქ რაღაცას, რაც აშინებდა, ის ხედავდა საკუთარ თავს. ხედავდა იმ პატარა გოგონას, რომელიც ერთ დღეს გაიზრდებოდა და იქნებოდა ლამაზი, რადგან როგორ შეეძლო არ ყოფილიყო ლამაზი, როცა დედა იყო ლიკა ქავჟარაძე. და ის ფიქრობდა, რა მოხდება, როცა თამარი გაიზრდება და შეიტყობს, რომ სილამაზე არის წყევლა. როცა ის შეიტყობს, რომ ადამიანები შეგიყვარდებიან, არა იმიტომ, ვინ ხარ, არამედ როგორ გამოიყურები. როცა ის შეიტყობს, რომ შენი სახე არის ციხე, რომელშიც შენი სული არის ჩაკეტილი. როგორ დაიცავდა თამარს იმ ტკივილისგან, რომელიც თვითონ გამოიარა. როგორ ასწავლიდა მას იმას, რაც თვითონ არ იცოდა, როგორ იყო ბედნიერი ლამაზი ქალი სამყაროში, რომელიც უყვარს სილამაზე, მაგრამ არ უყვარს ლამაზი ქალები. ერთ ღამეს, როცა თამარი იძინებდა, ლიკა იჯდა მის გვერდით და ელაპარაკებოდა იმას, რაც არასოდეს ეტყოდა, როცა ის გაიღვიძებდა. თამარო, ჩემო ქალიშვილო, მე მინდა შენთვის სხვა ცხოვრება. მინდა, რომ შენ იყო ბედნიერი, არა ლამაზი, არამედ ბედნიერი.
მინდა რომ შენ იპოვო ადამიანი, რომელიც შეგიყვარებს არა შენი სახის გამო, არამედ შენი სულის გამო. მინდა რომ შენ არასოდეს იგრძნო ის, რაც მე ვიგრძენი, რომ შენ ხარ ხატი, რომელსაც თაყვანს სცემენ, მაგრამ არასოდეს ეხებიან. მაგრამ როგორ შემიძლია მივცე შენ ის, რაც თვითონ არ მაქვს? როგორ შემიძლია ასწავლო შენ ბედნიერება, როცა მე თვითონ არ ვიცი რა არის ის? და ლიკა ტიროდა ჩუმად რომ არ გაეღვიძებინა ბავშვი, ტიროდა იმ შიშით, რომ მისი ქალიშვილი გაიმეორებდა მის ბედს. რომ თამარიც გახდებოდა ლამაზი ქალი, რომელიც იყო მარტო. და ეს იყო ყველაზე საშინელი აზრი, რომ ის წყევლა, რომელიც ლიკას ჰქონდა, შეეძლო გადაეცა მის ქალიშვილს. რომ სილამაზე იყო არა საჩუქარი, არამედ დაავადება, რომელიც გადადიოდა თაობიდან თაობაში. მომდევნო წლები ლიკა ცდილობდა იყოს საუკეთესო დედა, რაც შეეძლო. ის აძლევდა თამარს ყველაფერს, სიყვარულს, ყურადღებას, ზრუნვას, დროს. მაგრამ ის ასევე ცდილობდა რაღაცის დამალვას იმ ტკივილისა, რომელიც ის გრძნობდა ყოველ დღე. დამალვას იმ მარტოობისა, რომელიც ის გრძნობდა ყოველ ღამეს. დამალვას იმ ცარიელობისა, რომელიც ის გრძნობდა ყოველ მომენტს, როცა თამარი არ იყო გვერდით. რადგან როცა თამარი იყო, ლიკა იყო დედა და ეს იყო როლი, რომელიც მას ძალას აძლევდა. მაგრამ როცა თამარი იძინებდა, როცა ის თამაშობდა, როცა ის იყო დაკავებული, ლიკა კვლავ რჩებოდა ის, ვინც ყოველთვის იყო, ქალი, რომელიც იყო მარტო. ქალი, რომელსაც ჰყავდა ქმარი, მაგრამ არ ჰყავდა სიყვარული. ქალი, რომელსაც ჰყავდა ქალიშვილი, მაგრამ არ ჰყავდა მეგობარი. ქალი, რომელსაც ჰყავდა ცნობა, მაგრამ არ ჰყავდა ბედნიერება. 1972 წელს, როცა თამარი 2 წლის იყო, ლიკა იღებდა როლს ფილმში, სადაც უნდა ეთამაშა ქალი, რომელიც კარგავდა გონებას. რეჟისორმა უთხრა, ლიკა, მე მჭირდება რომ შენ აჩვენო ის მომენტი, როცა ადამიანი ხვდება, რომ ის კარგავს საკუთარ თავს. როცა ის ხვდება, რომ რეალობა და ილუზია ერევა ერთმანეთში და ის აღარ იცის რა არის ჭეშმარიტება. და ლიკამ უთხრა, მე არ მჭირდება თამაში. მე ვიცი როგორია ეს. რეჟისორმა გააკვირვა, როგორ, და ლიკამ უპასუხა, რადგან მე ვცხოვრობ ამაში ყოველ დღე. ყოველ დღე მე ვიღვიძებ და არ ვიცი, ვინ ვარ. ვარ ლიკა ქავჟარაძე, ვარსკვლავი, რომელსაც ყველა უყურებს. თუ არ უბრალოდ ლიკა, ქალი, რომელიც არის მარტო. და ყოველ დღე მე ვირჩევ პირველს, რადგან მეორე არის ძალიან მტკივნეული. მაგრამ ღამით, როცა ყველა მიდის, როცა კამერები ქრება, როცა ტაში წყდება, მე რჩება მეორე. და ეს არის ჯოჯოხეთი, იცხოვრო ორ სამყაროში და არც ერთში არ იყო ნამდვილად. იმ როლმა მოიტანა ლიკასთვის ჯილდო, საუკეთესო მსახიობის ჯილდო. ყველა ამბობდა, ეს იყო გენიალური თამაში. მაგრამ ლიკა იცოდა, ეს არ იყო თამაში. ეს იყო ჭეშმარიტება, რომელიც ის საბოლოოდ შეძლო ეკრანზე გადმოცემა. ჭეშმარიტება იმისა, როგორია, იცხოვრო ცხოვრება, რომელიც გამოიყურება იდეალურად გარედან, მაგრამ არის ჯოჯოხეთი შიგნიდან. და როცა ის იდგა სცენაზე და იღებდა იმ ჯილდოს და ყველა უკრავდა ტაშს და ყველა ღიმოდა, ლიკა ფიქრობდა, თუ თქვენ იცოდით რა ფასად მოვიპოვე ეს ჯილდო. თუ თქვენ იცოდით, რომ ეს არ იყო თამაში, არამედ იყო ჩემი სული, რომელიც მე გავხსენი თქვენს წინაშე. თუ თქვენ იცოდით, რომ ყოველი ცრემლი, რომელიც მე ვიღვარე იმ ფილმში, იყო ნამდვილი. ყოველი ტკივილი, რომელიც მე გამოვხატე, იყო ჩემი. ყოველი კივილი, რომელიც მე ავიღე, იყო კივილი, რომელიც მე ვინახავდი წლების განმავლობაში. თქვენ მადლობას მიხდით იმისთვის, რომ მე გაგიზიარეთ ჩემი ტკივილი. მაგრამ არავინ მკითხავს, როგორ ვცხოვრობ ამ ტკივილთან ყოველ დღე. იმ ღამეს, როცა ლიკა დაბრუნდა სახლში ჯილდოთი, თამარი იძინებდა, გიორგი არ იყო სახლში, როგორც ყოველთვის. ლიკამ დადო ჯილდო მაგიდაზე და შეხედა მას. ეს იყო ლამაზი ქანდაკება, ოქროსფერი, ბრწყინვალე. ეს იყო სიმბოლო წარმატებისა, აღიარებისა, ტალანტისა. მაგრამ ლიკასთვის ეს იყო რაღაც სხვა, ეს იყო მტკიცებულება იმისა, რომ ის შეეძლო ადამიანებისთვის მისცემოდა ილუზია. ილუზია იმისა, რომ ის იყო ძლიერი, ნიჭიერი, წარმატებული. მაგრამ რეალობა იყო სხვა, ის იყო დაღლილი, გატეხილი, ცარიელი. და ის ჯილდო, რომელიც იდგა იმ მაგიდაზე, იყო მხოლოდ კიდევ ერთი ნიღაბი, რომელიც მალავდა ჭეშმარიტ სახეს. სახეს ქალისა, რომელიც იყო მარტო, რომელიც იყო უბედური, რომელიც იყო დაკარგული საკუთარ ცხოვრებაში. და ლიკა ქავჟარაძე იჯდა იმ ბნელ ოთახში, უჭირდა ოქროსფერი ჯილდო და ტიროდა იმიტომ, რომ იცოდა, არანაირი ჯილდო, არანაირი აღიარება, არანაირი ტაში ვერასოდეს შეავსებდა იმ ცარიელობას, რომელიც იყო მის შიგნით. ცარიელობას, რომელსაც ერქვა სიყვარულის არარსებობა.
1990-იანი წლების ბოლოს, როცა საქართველო უკვე იყო დამოუკიდებელი ქვეყანა და ცდილობდა იპოვოს თავისი ადგილი ახალ სამყაროში, ლიკა ქავჟარაძე მიიღო მოწვევა ღონისძიებაზე, სადაც აღნიშნავდნენ ნატვრის ხის 30 წლის იუბილეს. ის ფილმი, რომელმაც გახადა ის ვარსკვლავი, ის ფილმი, რომელმაც მისცა მას სახელი მარიტა, ის ფილმი, რომელმაც შეცვალა მისი ცხოვრება სამუდამოდ. ლიკა თავდაპირველად არ სურდა წასვლა, რადგან ის იცოდა, რომ იქ იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ელოდნენ მარიტას, ელოდნენ იმ ახალგაზრდა, ლამაზ გოგონას, რომელიც ადიოდა ხეზე და ითხოვდა სურვილებს. მაგრამ ის აღარ იყო ის გოგონა. ის იყო 50 წლის ქალი, რომელსაც ჰქონდა ნაოჭები თვალების გარშემო, ჰქონდა ნაცრისფერი თმები, რომლებსაც ის აღარ იღებავდა, ჰქონდა სხეული, რომელიც აჩვენებდა წლებს. მაგრამ თამარმა დაარწმუნა, დედა, შენ უნდა წახვიდე. შენ უნდა აჩვენო მათ, რომ შენ ხარ არა მხოლოდ მარიტა. შენ ხარ ლიკა ქავჟარაძე, ქალი, რომელმაც იცხოვრა, რომელმაც გადარჩა, რომელმაც იპოვა თავისი გზა. და ლიკა წავიდა. როცა ის შევიდა იმ დარბაზში, სადაც იყო ღონისძიება, ყველა მოიბრუნა და შეხედა მას. და ერთი წამით ლიკა მიგრძნო ძველი შიში იმისა, რომ ისინი იქნებოდნენ იმედგაცრუებულები, რომ ისინი ხედავდნენ არა მარიტას, არამედ მხოლოდ ძველ ქალს. მაგრამ შემდეგ რაღაც მოხდა, რაც ლიკამ არ ელოდა, ადამიანები დაიწყეს ტაშის ყვრა. არა თავაზიანი ტაში, არა ოფიციალური ტაში, არამედ ნამდვილი, გულწრფელი, ძლიერი ტაში. ტაში, რომელიც ამბობდა, ჩვენ გხედავთ შენ. ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ მარიტას, არამედ ლიკა ქავჟარაძეს. ქალს, რომელმაც გვასწავლა რაღაც მნიშვნელოვანი, რომ სილამაზე არის არა დანიშნულება, არამედ მოგზაურობა. რომ ცხოვრება არის არა იმის შესახებ, რომ იყო იდეალური, არამედ იმის შესახებ, რომ იყო ნამდვილი. რომ ქალი შეიძლება იყოს ლამაზი და მარტო, ძლიერი და გატეხილი, ცნობილი და უბედური, და ყველა ეს რამ ერთდროულად, და ეს არის კარგი, ეს არის ნორმალური, ეს არის ადამიანური. იმ საღამოს, როცა ლიკა დაბრუნდა სახლში, ის იჯდა ფანჯრის წინ, იმავე ფანჯრის წინ, სადაც ის იჯდა ათასობით ღამეს წლების განმავლობაში და უყურებდა ქალაქს. და ის ფიქრობდა იმ ქალზე, რომელიც ოდესღაც იყო, იმ ახალგაზრდა გოგონაზე, რომელიც ფიქრობდა, რომ სილამაზე იყო წყევლა, რომელიც ფიქრობდა, რომ ის არასოდეს იქნებოდა ბედნიერი, რომელიც ფიქრობდა, რომ ის იყო განწირული მარტოობისთვის. და ის ფიქრობდა, რა უთხრიდა იმ გოგონას, რომ შეეძლო დროში უკან დაბრუნება. რა უთხრიდა მას, რომ შეეძლო ჩასჩურჩულება მის გულში იმ ღამეს, როცა ის ტიროდა და ფიქრობდა, რომ ვერ გააგრძელებდა. ლიკა ქავჟარაძე უთხრიდა მას, გაგრძელდი. გაგრძელდი, რადგან ეს ტკივილი, რომელიც ახლა გრძნობ, არ იქნება სამუდამო. გაგრძელდი, რადგან შენ ხარ უფრო ძლიერი, ვიდრე ფიქრობ. გაგრძელდი, რადგან ერთ დღეს შენ იქნები ქალი, რომელიც იცის ვინ არის, რომელიც იცის რა სურს, რომელიც იცის, რომ სილამაზე არის არა წყევლა, არამედ უბრალოდ ნაწილი იმისა, ვინც ხარ. გაგრძელდი, რადგან შენ ექნება ქალიშვილი, რომელიც იქნება შენზე უკეთესი, რომელიც არ გაიმეორებს შენ შეცდომებს, რომელიც იცხოვრებს ცხოვრებას, რომელსაც შენ ოცნებობდი. გაგრძელდი, რადგან ცხოვრება არის არა იმის შესახებ, რომ იყო ბედნიერი ყოველ მომენტს, არამედ იმის შესახებ, რომ იპოვო მომენტები ბედნიერებისა შუა ყველა იმ ტკივილისა. და ეს მომენტები, ისინი ღირს ყველაფრისა. ისინი ღირს ყველა ცრემლისა, ყველა უძილო ღამისა, ყველა იმ დროისა, როცა შენ ფიქრობდი, რომ ვერ გააგრძელებდი. რადგან ეს მომენტები, ისინი არიან ცხოვრება. და ცხოვრება, თუნდაც ის იყოს რთული, თუნდაც ის იყოს მტკივნეული, თუნდაც ის იყოს არა ის, რასაც შენ ელოდი, ის მაინც ღირს ცხოვრებისა. და ლიკა ქავჟარაძე იჯდა იმ ფანჯრის წინ, უყურებდა ქალაქს, რომელიც იძინებდა და გრძნობდა რაღაცას, რაც ჰგავდა მშვიდობას. არა იდეალურ მშვიდობას, არა ზღაპრულ მშვიდობას, არამედ რეალურ მშვიდობას, მშვიდობას ქალისა, რომელმაც იცხოვრა, რომელმაც ატირა, რომელმაც გაიგო რაღაცები, რომელმაც იპოვა თავისი გზა. და ეს იყო საკმარისი. ეს იყო უფრო მეტი ვიდრე საკმარისი. ეს იყო ყველაფერი. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ნაწილი ლიკას ისტორიისა, გიორგი დანელია ცხოვრობდა თავის ახალ ოჯახთან, ჰყავდა ახალი შვილები და ზოგჯერ, ძალიან იშვიათად, ხვდებოდა ლიკას ქუჩაში. და ყოველ ჯერზე ის ამბობდა გამარჯობა და გაივლიდა, და ლიკა ხედავდა მის თვალებში რაღაცას, რაც ჰგავდა სინანულს. არა სინანულს იმისთვის, რომ დატოვა ის, არამედ სინანულს იმისთვის, რომ არასოდეს ნამდვილად იცნო ის. რომ არასოდეს ნამდვილად ნახა ის. რომ გამოიყენა ის როგორც საფეხური კარიერისთვის და დაკარგა შანსი იცნო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქალი, რომელიც ოდესმე შეხვდა. მაგრამ ეს იყო მისი დანაკარგი, არა ლიკასი. რადგან ლიკამ იპოვა რაღაც, რაც გიორგიმ არასოდეს იპოვა საკუთარი თავი.
ეთერი გიგინეიშვილი, რომელიც დარჩა ლიკას საუკეთესო მეგობარი მთელი ცხოვრების განმავლობაში, ინახავდა იმ წერილებს, იმ 4 წერილს, რომლებიც ლიკამ დაწერა წლების განმავლობაში. და ზოგჯერ, როცა ისინი იჯდნენ ერთად და სვამდნენ ჩაის, ეთერი ამბობდა, ლიკა, შენ უნდა გამოაქვეყნო ეს წერილები. შენ უნდა გაუზიარო შენი ისტორია სამყაროს. მაგრამ ლიკა ყოველთვის ამბობდა, არა ჯერ. იქნებ ერთ დღეს, როცა მე აღარ ვიქნები, როცა თამარი იქნება მზად, როცა სამყარო იქნება მზად. მაგრამ არა ახლა. ახლა ეს წერილები არის მხოლოდ ჩემი და შენი, ჩემო ძვირფასო მეგობარო, რომელიც ყოველთვის იყავი გვერდით, თუნდაც მაშინ, როცა მე ვიყავი ყველაზე ბნელ ადგილას. და ეთერი ხვდებოდა და ის წერილები რჩებოდა დალუქული, ელოდნენ იმ დღეს, როცა სამყარო იქნებოდა მზად მათი მოსმენისთვის. თამარი გაიზარდა და გახდა ლამაზი, ძლიერი და მოუკიდებელი ქალი, რომელმაც აირჩია თავისი გზა, რომელმაც იცოდა ვინ იყო, რომელმაც არ ეშინოდა იყოს ნამდვილი. ის არ გახდა მსახიობი, არა იმიტომ, რომ არ ჰქონდა ნიჭი, არამედ იმიტომ, რომ ის სურდა რაღაც სხვა. ის გახდა ექიმი, რომელიც ეხმარებოდა ადამიანებს, რომელიც აკეთებდა განსხვავებას, რომელიც იყო არა სახე, არამედ ხელები, რომლებიც კურნავდნენ. და ლიკა უყურებდა მას და გრძნობდა ამაყობას არა იმით, რომ თამარი იყო ლამაზი, არამედ იმით, რომ თამარი იყო კარგი ადამიანი, კარგი ქალი, კარგი ექიმი. და ეს იყო ყველაზე დიდი მიღწევა, რაც ლიკას შეეძლო, არა მისი როლები, არა მისი ჯილდოები, არა მისი ცნობა, არამედ ის, რომ მისმა ქალიშვილმა იცხოვრა უკეთესი ცხოვრება ვიდრე ის. მეგობრებო, როგორ უყურებთ ლიკა ქავჟარაძის ისტორიას? იყო თუ არა ის მსხვერპლი იმ დროის იმ სამყაროს, რომელიც აფასებდა სილამაზეს უფრო მეტად ვიდრე ადამიანურობას? თუ იქნებ ის თვითონ იყო პასუხისმგებელი თავის არჩევანზე, თავის გადაწყვეტილებებზე, თავის ცხოვრებაზე? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, გვაინტერესებს, ახსოვთ თუ არა მას თქვენს ქალაქში, რას ფიქრობთ მის შესახებ, რა გაკვეთია იღეთ მისი ისტორიიდან. და აცკაპუნეთ მოწონებაზე, თუ ეს ისტორია შეეხო თქვენს გულს და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ არ გამოგრჩეთ სხვა ისტორიები იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც იცხოვრეს, ატირეს, იბრძოლეს და იპოვეს თავიანთი გზა ამ რთულ, მაგრამ ლამაზ სამყაროში.